თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურორის განცხადებით ბრალდების მხარეს საქმეში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დართვას ითხოვს. მოსამართლე ამ შუამდგომლობას შემდეგ პროცესზე 8 მაისს უპასუხებს. სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა გააკეთა. გრიგალაშვილის თქმით, ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით საუბარია 2.365.000 ამერიკულ დოლარსა და 1.500.000 ლარზე. უფრო კონკრეტულად გამოძიება სუსის ყოფილ უფროს 4 ეპიზოდს ედავება. ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, დაკავებული რომეო მიქაუტაძე, რომელთან ერთად პროკურატურის თანახმად ლილუაშვილი კონკრეტულ ბიზნესებს ლობირებდა. მიქაუტაძეს 16 მარტს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კიდევ ერთი ეპიზოდი კი ბაგა-ბაღებს და ეგრეთ წოდებულ ატკატებს ეხება. პროკურატურის ინფორმაციით გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს მფარველობდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განხორციელებული შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტისაგან ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდა. გარდა ამისა, ლილუაშვილს თაღლითური კოლ-ცენტრების მფარველობაშიც ადანაშაულებენ. მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.